ზოგი მხელა შეკითხვა რა ერთი შეგვეციოს. მოდი პირველ რიგში ჩვენ ვისაუბროთ წმინდა გიორგისთან დაკავშირებით. ახლა გიორგობა მოდის. მანამდე კი მოდის მენელსაცხებლე დედათა კვირა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი. ესენი არიან გმირი დედები. აი როდესაც ქრისტე საფლავად იქნა დადებული, ჯვრიდან გარდა მოხსნილი და საფლავად დადებული და მოწაფეები იუდეველთა შიშის გამო ერთ სახლში არიან შეკრებილი და როგორც გარდამოცემა ამბობს მარკოს მახარებლის დედის სახლში, რამდენადაც მახსოვს. ამ დროს, ესე იგი, ერთ შაბათ დილით, ერთ შაბათი ერქვა კვირას. ახლა ჩვენ ხო კვირის მერე ხო შაბათი გვაქვს, მაგრამ ეს კვირა დაერქვა იქიდან გამომდინარე, რომ კირიოს არის უფალი და რადგან უფლის დღეა, ამიტომაც დაერქვა. თორემ სახარებაში ამას ეწოდება ერთ შაბათი, ორ შაბათი, სამ შაბათი და ასე შემდეგ და შაბათია მეშვიდე. იმიტომაც არის ნათქვამი, რომ 6 დღე იქმნოდა და მეშვიდე არის უფლისა. ან ეს სინამდვილეში ძველათქმაში მეშვიდე დღე იყო შაბათი და ეს იყო უქმე დღე. აი მაგალითად უქმე დღეს არ შეეძლოთ რომ რაღაც საქმე გაეკეთებინათ, შეშა შეეგროვებინათ თუ დაეჩეხათ თუ იქ ეგვიპტიდან რო გამოდიან, ისრაელი რო გამოდის და მათ საკვები არაფერი არ აქვს, ღმერთმა მათ მოუვლინა ზეციური პური, რომელსაც შემდგომში მანანა დაერქვა. მანანა იმიტომ რომ თვითონ ეს სიტყვათა წყობა ასეთი ებრაულად ნიშნავს რომ რა არის ეს. ანუ გაუკვირდათ ახლა წარმოედგინეთ პატარა ხორხოშინა მარცვლები რომელიც ზეციდან ცვივა. აი ხო გინახიათ რაფაელო როა რაფაელო. აი დაახლოებით ესეთი ხორხოშინა რაღაცეები ცვივა. ამას აგროვებენ ვისაც როგორი მოსწონს ესეთი გემო აქვს ამას. ოღონდ რაღაცა თვისება აქვს ამას, ესე იგი არ მოდის მხოლოდ შაბათ დღეს. ყოველ დღე იმდენი უნდა აკრიფონ, რამდენიც იმ დღეს ეყოფათ. აი ვიღაცა იხარბებს დაუშვათ, ზედმეტს აკრებს. და რა მოხდება? მეორე დღისთვის ის გაფუჭებული არ ვარგა. მე რატოა ესე ღვთისგან რომ შენ გადამეტებულად არის ზრუნო იმ დღეს სხვა რაღაცაზე და შენ სულიერს არ მოაკლო. იმ დღეს იმდენი უნდა აგეკრიბო. თან ესეთი თვისებაც ჰქონდა რომ დილით ადრე უნდა აგეკრიბო. თორემ მზე ამოვიდოდა და დაცხებოდა და დადნებოდა. აი ბავშვებს რო აუხსნა ესე იგი ესე რომ დილით რომ ნაყინები ჩამოცვიდეს ეს. სანამ ცოტა გრილა, სანამ ზერო ამოვადნება და ვეღარ მიუწევ. ხო და ერთადერთი დღე იყო პარასკევი, როდესაც უნდა აგეკრიფა ორი დღის. რატო? იმიტომ რომ შაბათს არ უნდა აგეკრიფა. შაბათი უქმე იყო. უქმე ის კი არა, უსაქმრობის დღე კი არ იყო. ხა ვიღაცას თუ შენი დახმარება ჭირდება, გან არ უნდა მიეხმარო. ეს ფანატიზმია რო თქვა რომ შაბათია და მე ხელს არ გავანძრა. ეგ ბავშვები იმ ოთახშია თამაშობთ, იქით მეორე ოთახშიც არის კამერა. შაბათ დღეს არ მოდიოდა, ამიტომ პარასკევს ორი დღისა უნდა აგეკრიბა. და ესე იგი ყოფილა შემთხვევა რომ ვიღაც შაბათსაც გასულა. ადამიანი მაინც ხარბია, გინდა ასე თქვინდა გიდე, მაგრამ შაბათს არ მოსულა ეს. არენდო ვიღაცა ღმერთს და ხო და ჩვენთვის ეს დღე არის კვირა დღე. და ის მანანას მოსვლა და ზეციური პური ჩვენ შემთხვევაში გაიგივებულია ლოცვასთანაც. რომ დილით უნდა ადრე ადგენ, შენი ძილის ხარჯზე უნდა ილოცო. აი მაგალითად მანდილოსანია, ხო, რადგან ახლა მენელსაცხებლებზე დავიწყეთ საუბარი. მანდილოსანია. მანდილოსანი თუ მეუღლის მომსახურების ხარჯზე, შვილების გამზადების რო სკოლაში გაუშვას, ამის ხარჯზე ლოცულობს, ეს არ ვარგა. დავუშვათ იქ ვიღაც
ბავშვი ელოდება რომ კარაქიანი პური გაუმზადოს იქ ჩაიაუდღოს ამ დროს დედა დგას და ლოცულობს და გონია რომ ჯერ მოდი ეს ლოცა უნდა ჩაამთავროს. რა თქმა უნდა, უნდა ილოცოს, მაგრამ არა იმის ხარჯზე რომ ბავშვი მშიერი მიდის სკოლაში, ეს არასწორი. არამედ საკუთარი დროის ხარჯზე. ეს საკუთარი დრო მონებსაც კი ქონდათ, ეს ძილის დრო. აი სწორედ ამის ხარჯზე უნდა ილოცოს ადამიანი. და ეს მენასაცხებლე დედები საიდან მოვაყოლე ამას. სწორედ ერთ შაბათ დილით მიდიან საფლავზე, რადგან შაბათი მცნებისამებრ გაჩერდნენ. არაფერი არ გააკეთეს და უკვე ერთი სული აქვს გათენდეს ერთ შაბათი, ანუ კვირა დღე და მიდიან საფლავზე. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს საშიშროება, რომ მათ რამეს ავნებენ. და მიდიან და ერთი საფიქრალი აქვს მხოლოდ. არა ის რომ დაუშვათ რამეს ავნებს ვინმე, არამედ ის რომ ვინ გადაუგორებს იმ ლოდს, რომელიც მაცხოვრის საფლავზე იყო მიგორებული. ხო გახსოვთ ესე იგი სახარებიდან რომ ესე იგი როდესაც ქრისტე საფლავად დაიდო, იქ დიდი ლოდი მიაგორეს. მერე ეს რჯულის მოძღვრები და ფარისევლები ეუბნებიან მღვდელმთავრები პილატეს რომ მან თქვა რომ მესამე დღეს უნდა აღდგეო და მოდიო ისე რომ არ გამოვიდესო რომ თავისმა მოწაფეებმა მოიპაროთ მისი სხეული და მერე თქვან რომ აი მკვდრეთით აღდგო, მოდიო დაცვა დაუყენეო. და პილატე ეუბნება თქვენო გყავთო დასიო. ანუ როგორც ჩანს ასეთი რამე ხდებოდა. მათთვის ეს დღესასწაულის დღეები იყო, პასექს აღნიშნავდნენ. ეს პასექი ეგვიპტიდან გამოსვლის დღესასწაული იყო მათთვის და როგორც ჩანს სახელმწიფო მათ აძლევდა გარკვეულ ნაწილს ჯარისა, რომ იმითი უნდა მოეწესრიგებინათ, უსაფრთხოება დაეცა და ამიტომ ეუბნება თქვენ გყავთ დასი, ანუ ჯარისკაცები ყვანან, დაუყენეთ ისინი დარაჯებათ. მერე რა ხდება? მათ თავისი თვალით ნახეს, რომ იქ არავინ არ მოსულა და ნახეს, რომ საფლავიც არიელი. უამრავი წერილი არსებობს, ესე იგი დაახლოებით 250-მდე თვითმხილველების დაწერილი. სხვათა შორის მე ვნახე, ესე იგი 2022 წლის თუ 3 წლის გადაგება, მე მქონდა ესენი ამოწერილი. აი მაგალითად იყო ერთი ასეთი მაფერკანტი. ეს მაფერკანტი იყო უშუალოდ ის ადამიანი, ის ხაზინადარი, ვინაც იუდას ის 30 ვერცხლი მიუთვალა. და ისინი ამბობენ, რომ თავისი თვალით რა ნახეს და მერე ნახეთ რა ხდება. ამ ჯარისკაცებს ეუბნებიან, რომ მოდიო თქვენ ესე თქვითო, რომ მისი მოწაფეები მოვიდნენ და მოიპარესო სხეულიო. და თუ მთავარი გაიგებს, ან თუ პილატე გაიგებს და პილატე ხო ამათ დაждდა, თქვენ იქ დასაძინებლად, როცა ჩვენ გვეძინაო, მაშინ მოიპარეს. დასაძინებლად ხო არ გაგზავნეს, ახლა ჯარისკაცი დასაძინებლად ხო არ მიდის და თუ მთავარი ამას გაიგებსო, თქვენ მოგეშინიათ, მათ ჩვენ დავარწმუნებთ, რომ თქვენ უზრუნველი იყოთ რა. და ესე იგი თვითონ ხო იციან, რომ მოხდა და ქრისტე მკვდრეთით აღდგა, მაგრამ მენასაცხებლე დედების ერთადერთი საზრუნავი ისაა, რომ მივიდნენ და თავის საყვარელ მოძღვარს მოემსახურონ, ვინ გადაუგორებს იმ ლოდს. და აი ეს მენასაცხებლე დედები ამ შემთხვევაში სიმამაცით აღემატებიან მოციქულებსაც კი. სახარებიდან ცნობილია, რომ პირველად მკვდრეთით აღდგარი იესო ქრისტე ნახა მარიამ მაგდალინელი. სახარებიდან ეს არის, მაგრამ გარდამოცემა, რომელიც თანაბარ მნიშვნელოვანია სახარებასთან, გარდამოცემა. ის ამბობს, რომ პირველად ნახა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა. სხვათა შორის ანდრია კრიტელის ლოცვებშიც არის ეს ნათქვამი, რომ პირველად აღდგეო და პირველად გეჩვენო შენო. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს მიმართავს მაცხოვარი. აი დატირებაც რო არის, თითქოს შაბათს რო იკითხება. ხო და მათი ხსენება საგანგებოდ დააწესა ეკლესიამ და იმიტომ რომ ჩვენ ვიცოდეთ რა არის ქრისტესადმი სწორი მსახურება. დღესაც შეიძლება უამრავი არის ასეთი მენასაცხებლე დედა.
ის მენასაცხებლე დედები თავისი ესე იგი შემოსავლით თუ თავისი უნარებით ყველაფრით ქრისტეს ემსახურებოდნენ. დღესაც არიან ადამიანები, ვინც ქრისტეს ემსახურებიან. ზოგი ოჯახური ცხოვრებით, ზოგი სამონაზნო ცხოვრებით, ზოგი საღვთისმსახურო ცხოვრებით, დაუშვათ იქ ტაძრის გალობელია თუ მესანთლეა თუ ვინც მედავითნია თუ აი ვინც მართლა მთელი გულით გააზრებულად პასუხისგებლობით ამას აკეთებს. ვიღაც ემსახურება თავისი ოჯახური ცხოვრებით, რომ კარგი შვილები აღუზარდოს უფალს, ესე იგი. თავისთვის კი არ დაზარდოს, არამედ უფალს აღუზარდოს, სამშობლოს აღუზარდოს. შენ აი ქრისტესად მსახურება მრავალნაირია და მისაბაძი არიან ეს მენასაცხებელი და დედები თითოეული მანდილოსნისთვის. იმიტომ რომ მათი მთავარი სამკაული და მათი მთავარი ღირსება ეს სულიერი იყო. ისინი ხორციელზე არ ფიქრობენ იმდენად, რომ რითი შეიმკონ თავი, რითი მოაწონონ ვინმეს თავი. არამედ მათი მთავარი საზრუნავია ქრისტესადმი ერთგულება. იგივე მთავარი საზრუნავი წმინდა გიორგისთვისაც, ვისი ხსენებაც მოდის. სწორედ ეგ არის. თორემ პატრიარქი ერთ-ერთ ქადაგებაში ამბობს, წარმოიდგინოთ, დიოკლეტიანე მას თავის მემკვიდრედაც კი მოიაზრებდა. იმდენად უყვარდა, იმდენად პატივსცემდა, იმდენად ეიმედებოდა ის როგორც მხედარია რა. რომ აი მოიაზრებდა, რომ შემდგომში იმპერატორი სწორედ ის იქნებოდა. მაგრამ წმინდა გიორგიმ ქრისტეს ერთგულებისთვის ამ ყველაფერზე უარი თქვა. ახლა წარმოიდგინეთ, აი ადამიანურად რო შეხედა, რამხელა პერსპექტივა ჰქონდა. კაცი რომის იმპერიაში მსახურობს და შეიძლება იმპერატორიც კი გახდეს და საიმისოდ არაფერი აღარ უშლის ხელს. მაგრამ მან ეს ყველაფერი, ის დიდებაც, ის სიმდიდრეც, ის პატივიც და აღარაფერს ამბობ ამ ყველაფერზე თავისი სიცოცხლეც კი დათმო ქრისტეს გულისთვის. და მოწამეთა ცხოვრებაში არაერთხელ წერია და მე ბავშვი სულ ვეუბნები ამას, რომ ესე იგი მოწამეების აზროვნება ესეთი იყო სულისკვეთება, რომ ჩვენთვის სიცოცხლე ქრისტეს გარეშე ეს არის სიკვდილი. ანუ შენ თუ ხარ, მაგრამ ქრისტეს გარეშე ვარ. აი 100,000 მოწამე ხიდზე რომ გადასულიყო, ფეხი დაებიჯებინა ხატებისთვის გადასულიყო, ეს მათთვის სიკვდილი იყო. მაგრამ ჩვენთვის სიკვდილი ქრისტეს გულისთვის ეს არის სწორედ სიცოცხლე. აი ესეთი განწყობა აქვს ადამიანს, ესეთი აზროვნება აქვს. ეს ჯერა ბოლომდე და იმდენად ჯერა, რომ მან ესე იგი სიცოცხლეც კი მეუძღვნა უფალს. აი მაგალითად აბელისა და კაინის შემთხვევაში ჩვენ ახლა ყველამ ვიცით, რომ აბელმა და კაინმა მსხვერპლი მიართეს უფალს, ხო? ერთი მეცხვარე იყო, აბელი, კაინი მიწის მუშაკი. ორივე მიართვა. კაინმა მიართვა ის, რაც ყოველდღიურად რაც შეიძლებოდა ხელში მოხვედროდა, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ აბელმა საუკეთესო მიართვა. ეს მისი შინაგანი დამოკიდებულება ღმერთთან, ესე იგი რომ ღმერთს საუკეთესო მიართვა. ის კი არა რაც მოგრჩება, რასაც მიაფუჩეჩებ, რასაც აი შენთვის ვერ გამოიყენებ და მოდი აიღო და უფალს შეწირო. და ეხლა წარმოიდგინეთ, მოწამეების ღირსება რა არის, რომ მათ ყველაზე ძირფასი რაც ჰქონდათ, სწორედ ის მიართეს უფალს, თავის სიცოცხლე. აი ეს არის ყველაზე მთავარი აქ დასაფასებელი. თორე შეიძლება ადამიანი რაღაცა იდეის გამო დაიტანჯოს კიდეც, მაგრამ ის სიყვარულოთ იყოს, მაგრამ მათ თავისი ნებით, თავისი პირადი არჩევანით, თავისუფალი არჩევანით გადაწყვიტეს, რომ ქრისტესთვის მთელი სიცოცხლე შეეწირათ. და ჩვენ სწორედ ამას დღესასწაულებთ. აი სხვაგვარად რო თქვა, ადამიანურად რო თქვა, რა არის საზეიმო იმაში, რომ კაცი მოკლეს. მაგრამ ეს კაცი უბრალოდ კი არ მოკლეს. არამედ მან თავად ინება, რომ ქრისტესთვის მომკვდარი იყო. ოღონდ ქრისტეზე უარი არ ეთქვა. და ეგ არის სწორედ დღესასწაული, რომ მან იმდენად შეიყვარა ქრისტე, რომ ყველაფერზე ძვირფასი იყო მისთვის. და ეგ არის დღესასწაული. რომ მისთვის იქ მარადიული სიხარული იწყება. ეხლა თუნდაც ის 100,000 მოწამე.
ხიდზე რომ გადასულიყო და გაეგრძელებინა სიცოცხლე. მაგრამ მეორე დღეს შეიძლება რაღაცა ინფარქტი თუ წნევი თუ რათოსგვარი რაღაცით გარდაცვლილიყო. აბა რა იქნება? რამდენი ხანი უნდა ეცოცხლო? 50 წელიც რო ეცოცხლო. ეს ჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილის სახელოვანი. თუმცა იყო ძველ საუკუნეებში, როცა უფრო მასიური იყო ქრისტიანთა დევნა, შიშის გამო გამდგარა ადამიანი ქრისტიანობიდან. ახლა ქრისტიანობა მარტო ის ხო არ არის, რომ ვიღაცა მოერთგულა. ყოფილა შემთხვევა, რომ ვიღაცა დაცემულა. ვიღაცას უარი უთქვამს ქრისტეზე შიშის გამო. მაგრამ ღმერთი ხო მოწყალია, ღმერთი ხო შემწყნარებელია და თუ ესეთებს გადაუწყვეტიათ, კვლავ დაბრუნება ეკლესიის წიაღში. ისინი გარკვეული წესით, გარკვეული სინანულის ზვადის შემდეგ ზოგი ისეთი პირობით ასე რომ ვთქვათ, რომ მხოლოდ და მხოლოდ გარდაცვალების წინ უნდა ეზიარებინათ. მაგრამ ასე თუ ისე მაინც დაუბრუნებიათ ისინი ეკლესიის წიაღში. სინანულის შემთხვევაში. თორე ისე კი არ არის რაღაც. სინანულის შემთხვევაში. ყოფილა ესეთი შემთხვევებიც არაერთი ყოფილა, ესე იგი, ისე რომ ქრისტიანობა არ ამბობს იმას, რომ შენ რადგან ტაძარში მოხვედი და ეკლესიური ცხოვრება დაიწყე, აი რახან სიტყვაზე ვამბობ, დღეს თუ იგინები, აქ რომ მოხვალ, თუ კიდე შეიგინები, მორჩა ეკლესია აღარ მიგიღებს, ღმერთი აღარ შეიძლება კიდე მოგივიდეს რაღაც. ჩვენ გამგვიკითხავენ ხოლმე იმის გამო, რომ აი ეკლესიაში დადიან და ისევ ცუდად ცხოვრობენ. ერთი მხრივ ჩვენი ბრალიც არის, რა თქმა უნდა, რომ ასე იგი ადამიანი მექანიკურად კი არ უნდა დადიოდეს ტაძარში და აი ამბობდეს, რომ დაუშვათ შევწოდე რაღაცი და არაფერს არ იღონებდეს იმის გამოსასწორებლად. ამის გამო კითხავენ ჩვენ და გამგვიკითხავენ. მაგრამ მეორე მხრივ რომც გადაწყვიტო, რომ მე აღარ გააკეთო, ეგრე უცბად არ მოხდება. არ მოხდება, იმიტომ რომ იმდენად არის ზოგჯერ ჩვენში გამჯდარი ის რაღაცა ცოდვა, ის სიტყვაზე ვამბობ, დაუშვათ ნაყროვანების ცოდვა, რომ ადამიანს უყვარს ბევრი ჭამა რაღაც და გადაწყვიტოს აღსარებას თქვას შეინანოს, რა ეგრე ადვილად კი არ დაანებებს ის ცოდვა თავს. იმას დრო ჭირდება, იმის გამკურნება არის საჭირო. ნებისმიერი ცოდვა ესე იგი. და ადამიანი თუ ამისთვის იღწვის და ამისთვის შრომობს, ეგ ნიშნავს, რომ ის ქრისტეს ერთგული. მე რა რომ ვიღაცა შორიდან განგიკითხავს, გამიშვალობა აქვს. ჩვენ ღვთის წინაშე უნდა წავდგეთ და არა იმ ადამიანების წინაშე და ისიც თუ მოვიდოდა და დაიწყებდა თავისი სულის განკურნებაზე ფიქრს, აღმოაჩენდა, რომ ეგრეიული არ არის თურმე. რომ აი ერთი ხელის მოსმით მოიშორო ესა თუ ის ცოდვა. ან დაუშვათ აი ჩვენ რო ვართ ხოლმე ჩვენი ოჯახის წევრების მიმართ, რომ ან ათესავი თუ მეგობრის თუ ვიღაცას აი ჩხუბით ეუბნათ, შენ ეგ არ გააკეთო, შენ ესე მოიქცე. ეგეთია და რა ჩხუბის გამო გამოსწორდება? ახლა მაგალითად ვიღაცას სიცხე აქვს, ტემპერატურა 39-მდე არის და რო ეჩხუბო დაუწევს? ხო არ დაუწევს, რო ეჩხუბო აღარ დაახველებს? თუ ფეხი რომ მოიტეხა უცბად გამომთელდა, ხო არ მოხდება, იმას დრო ჭირდება რომ განიკურნოს. ადამიანიც ეს დრო ჭირდება და უნდა მიეხმაროს. ჩვენ ვეცადოთ, რომ წმინდა გიორგის მივბაძოთ, ესე იგი, აი გოგონებმა უნდა მივბაძონ მენესაცხებლე დედებს და მისი სიმამაცით, მათი სიმამაცით. ბიჭებმა წმინდა გიორგის უნდა მივბაძონ, ესე იგი. რომ ყველაფერი, რაც ჩვენსა და ქრისტეს შორის დგება, უნდა ნაგავად ჩათვალო. იმიტომ რომ შენსა და ბედნიერებას შორის ჩამდგარა რაღაც, ნებისმიერი რამე. რამაც არ უნდა მიიჯაჭოს შენი გული, ესე იგი, უკვე არ ვარ გაის. იმიტომ რომ შენ გაკარგვინებს სიხარულს, გაკარგვინებს მოსვენებას, გაკარგვინებს ბედნიერებას. აი რაც სინდის გიმძიმებს, ესე იგი ეგ შენსა და ქრისტეს შორის ჩადგა. რაც სინდის გიმძიმებს, უნდა მოიშორო და გადააღვდო. იმიტომ რომ წინ უფრო ძვირფასი რამ გელოდება.
ცუდს რომ არავის გაუკეთებ, შეკითხებია და მოდი ვაპასუხოთ. ცუდს რომ არავის გაუკეთებ, შეძლების დაგვარად კარგს გააკეთებ, მაგრამ მაინც რომ ვერ ხედავენ, ამაზე ქადაგებას დიდი გულისყურით მოვისმენდიო. ჩვენ თუ კარგს იმიტომ ვაკეთებთ, რომ დაგვინახონ, ეს ჩვენ დაგხვლის. ეს ძალიან დაგხვლის, იმიტომ რომ რატო დაგხვლის ახლა? 10 ადამიანს გაუკეთებ და ერთი დაგინახავს. ესეც ყოფლისგან არის. 10 კეთროვანი განკურნა და ერთმა დაუნახა. ერთმა უთხრა მადლობა. ეხლა ყოველი 10-ის კეთებისას ერთი რო დაგინახავს, შენ დაიღლე, აღარ მოგინდება რომ გააკეთო. თუ мотивация ის არის, რომ შენ ეს დაგინახო. მაგრამ თუ мотивация სიკეთის კეთება, თუ мотивация ღვთისმცნების აღსრულება, მაშინ ჩვენ გვეწოდინება, რომ არა არის დაფარული, რომელი არ გამოცხადდეს, რომელი არ გამოჩნდეს. ის თუ არ დაინახავს, ღმერთი ხედავს. საბოლოო ჯამში ისიც დაინახავს. მაგრამ ვიღაცის უმადურობის გამო ჩვენ სიკეთე არ უნდა შევწყვიტოთ, ესე იგი. მაშინ რა გამოდის, ჩვენ თუ ვიღაცის უმადურობის გამო სიკეთე შევწყვიტოთ? მაშინ გამოდის, რომ ჩვენი ქრისტიანობა ვიღაცის მადლიერებაზე ან უმადურობაზეა დაფუძნებული და არა ჩვენს არჩევანზე. ესე იგი, რახან მადლიერია, მე ვაკეთებ. პირიქით, ეგ უფრო არასწორი იქნებოდა. მადლობის გამო რომ აკეთებდეს ადამიანი ამა თუ იმ საქმეს. ისე რომ მე ვუსურვებ ამ ადამიანს, რომ გული არ გაიტეხოს და გააგრძელოს თავის სიკეთე და ღმერთი დაინახოს, თავის დროზე გამოაჩენს. როგორ დაუძლიოთ მეორედ მოსვლის შიში? აი პატარა რო ვიყავ, ესე იგი. სახლში მამის მოსვლის შიში რა დრო შეიძლებოდა მქონოდა? როცა რაღაცა დავაშავე. როგორ უნდა დამეძლია ეგ შიში? არ უნდა დამეშავებინა. და მაინც თუ დავაშავებდი? ბოდიში უნდა მოეხადა. ან შუა მავლად დედა უნდა მყოლოდა, რომ ცოტა განემუხტა. კომარეო. ჩვენც ხო გყავს დედა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ხო გყავს. ხოდა შევედროთ, რომ თავის ძეს შესთხოვს ჩვენთვის, რომ გვაპატიოს ჩვენი ცოდვები. შევინანოთ ჩვენი ცოდვები და აღარ გვექნება მეორედ მოსვლის შიში. პირიქით, ადამიანს, აი მე მით უმეტეს მეორედ მოსვლის წინა პერიოდში იმდენი რამე ექნება ქრისტეს გულისთვის მოსათმენი, რომ თუ ვინმე მართლა დადგა ამ გზაზე და მოითმეს, მეორედ მოსვლისა შიში კი არ ექნება. ერთი სული ექნება, რომ ქრისტე მოვიდეს. წარმოიდგინეთ, აი ქრისტეს გამო 1000 რაღაცის გადატანა მოუწევს და დაელოდება ნეტა მალე მოვიდეს. როგორ მთავრდება გამოცხადების წიგნი? ჰე, მოდი უფალო, მალე მოდი, აი აღარ შემიძლია, მალე მოდი. ეგ არის განწყობა ქრისტიანს. ანუ წარმოიდგინეთ ახლა აი სიტყვაზე მეფის ერთგული მხედარი ხარ და მეფეს დასცინიან და მასთან ერთად შენს დაგცინიან, გაქილიკებენ, გამასხარავენ, ტანჯავენ ყველაფერი და შენ ელოდები რომ მეფე დაბრუნდეს მალე, რომ გვეშველოს. და მეფის მოსვლა გიხარია, კი არ გაშინებს, გიხარია. თუ მისი ერთგული ხარ და გვაშინებს მაშინ, როდესაც ჩვენ სინდისთან პრობლემები გვაქვს. ისე რომ ჩვენ თუ გინდა რომ მეორედ მოსვლის შიში არ გქონდეს, მაშინ მოვაგვაროთ სინდისთან პრობლემები და სახარებაში ზუსტად მაგას გვეუბნება უფალი, რომ როდესაც სასამართლოში მიდიხარო, შენს მოწინააღმდეგესთან ერთად, ანუ ჩვენ ყველანი უკვე ვდგავართ გზაზე და მივდივართ სასამართლოში, ანუ საშინელი სამსჯავროსკენ მივდივართ. დროის თვალსაზრისით, საშინელი სამსჯავროსკენ მივდივართ და სანამ იქ მიხვალო, შენს მოწინააღმდეგეს შეურიგდიო. ჩვენი მოწინააღმდეგე არის ჩვენი სინდისი, რომელიც გეუბნება, ეხლა ძილის დრო არ არის, ადექი საქმეა გასაკეთებელი. ან გეუბნება, მაგას ნოაკეთებ, ეგ არ შეგშვენის შენ როგორც ადამიანს. ან იმას რატო არ პატიობ შენ თუ ქრისტიანი ხარ? გეწინააღმდეგება, როცა სიკეთეს გეზარება და გეწინააღმდეგება, როცა ესე იგი
ცოდვა გეხალისება და აკეთებ. და იმ შენს მოწინააღმდეგეს შეურიგდი, სანამ გზაზე დგახარ, სანამ ცოცხალი ხარ. მე რომ ამ მოწინააღმდეგემ მოსამართლეს არ გადაგცეს და მოსამართლემ თავის მსახურს და მარადიულად საფუძველში არ ჩაგაგდონა. და თუ შენ სინდის შეურიგდები და სინდისიერად ცხოვრობ, შენ არ გეშინია საშინელ სამშობლოს. პირიქით ქრისტეს ერთგულებით თუ ცხოვრობ, მისი ნახვა პირიქით სიხარულის მომტანია ფიქრობ და წინასწარ უკვე გახარებს. ახლა აი წმინდა გიორგიზე ვთქვით, მეორედ მოსვლა წმინდა გიორგისთვისაც დადგება. და როგორც მოციქული პავლე ამბობს, ვინც მაშინ ცოცხლები ვიქნებით, ეს თავის თავზე კი არ ამბობს, არამედ იმ ადამიანებზე, ვინც მაშინ ხორციელად ცოცხალი იქნება, ჩვენცო და მიცვალებულებიცო, რომლებიც აღდგებიანო და ჩვენ კიდე შევიცვლებითო, ანუ ჩვენც იგივე სხეული გვექნება, როგორც მდრეთით აღდგარ მიცვალებულსო, ჩვენ ყველანი ერთად შევეგებებით ქრისტეს და მარადის მასთან ერთად ვიქნებით. ეხლა წარმოიდგინე, წმინდა გიორგის ეშინია ქრისტეს მეორედ მოსვლისა, რომელმაც ამდენი მოითმინა მისთვის. 100,000 მოწამეს ეშინია. აი წმინდა ბასილი დიც, რომლის ხატიც არის დაბრძანებული, ეშინია წმინდა გრიგოლ ხანძთელსა. ხო არ ეშინია? მისი ერთგულებით იცხოვრეს. ვიცხოვროთ მისი ერთგულებით და ჩვენ არ შეგვეშინდება. ეგ არის გამოსავალი. რამდენად აქვს უფლება შვილს ვაჟის დაკონკრეტებულია ვაჟით ეთყობა გოგონას იცის რომ აქვს. მიუთითებდეს მშობელს რომ ისაუბროს მასთან. ჰქონდეს მეგობრული ურთიერთობა. როცა ის მშობელი უკვე ასაკშია და ასე ცხოვრობდა აქამდე. ანუ როგორც ჩანს ეგ ვაჟს უნდა რომ მშობელს ჰქონდეს მეგობრული ურთიერთობა? თუ მშობელს არ უნდა რომ ვაჟი ამას თხოვდეს. რაც არ უნდა იყოს, ვაჟი მიუთითებს თუ არ მიუთითებს, ჩვენ უნდა ვცდილობდეთ რომ მშობელთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეს. უნდა ვცდილობდეთ რომ შვილთან ჰქონდეს მეგობრული ურთიერთობა. თუმცა ის რომ შვილთან ჰქონდეს მეგობრული ურთიერთობა, უფრო მეტად ჩვენზეა დამოკიდებული. მშობელს და მშობელთან რო გქონდეს მეგობრული ურთიერთობა, ეს იმდენად ჩვენზე არ არის დამოკიდებული, თუმცა ჩვენზეც არის. მაგრამ ჩვენ როგორც მშობლები, აი როგორ არის ახლა, ხან მეგობრული ურთიერთობა გქონდეს და ხან იმპერატიული ტონით ელაპარაკებოდა, ეგ მეგობრობაში არ გამოდის. ახლა როცა გაბრაზდები მაშინისა და როცა რაღაცა გინდა რომ გააგებინო მაშინ მეგობრული, ეგრე უკვე ჩვენთანაც ვერ ვიგებთ რა გვინდა და ისიც ვერ იგებთ და მე ნდობა ეკარგება. ახლა ხან დაუყვირებ და ხან მეგობრულად ახარ და ან ისე უნდა იყო, ან ასე უნდა. თუმცა უნდა ვეცადოთ რომ მეგობრული ურთიერთობა გქონდეს, იმიტომ რომ ამითი ჩვენ შვილებს ჩვენ უფრო მეტ სარგებელს მოვუტანთ. ამითი უფრო გაიხსნება ჩვენი შვილების გულები, რომ ჩვენ მათ რაიმე უთხრათ. ყველა კარს თავისი გასაღები აქვს. ყველა გულს თავისი გასაღები აქვს. ზოგი ასე იღება, ზოგი ისე იღება. მაგრამ ყველა კარის შემტვრევაც შესაძლებელია. მაგრამ ის შემტვრეული კარი მეორეჯერ აღარ გამოდგება ის საკეთი. ამიტომ აი ამაზე შემტვრევა ისაა, რომ ჩვენ ერთი ხელის მოსმით და მრისხანებით და უცბად გვინდა რაღაც საკითხი მოვაგვაროთ, მაგრამ ეგრე არ ხდება სამწუხაროდ. არამედ იმას დრო უნდა გამოუყონ და მოთმინება ვიქონიოთ მშობლებმა. სამწუხაროდ ჩვენ ეს არ აქვს. აი ხშირად გვეშლებ, მე ჩემს თავზე ვამბობ, რომ ხშირად მეშლებ. ამიტომ ამ შეცდომის შედეგებსაც მე ვიცნობ ხოლმე. თუმცა ის რომ შვილმა მოსთხოვოს რომ მე ამის უფლება მაქვს და ახლა სადაც უკვე შვილი და მშობელი ერთმანეთს უფლებებით დაუწყებენ ლაპარაკს, იქ უკვე მეგობრობაზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტი. ახლა მე გამოვიძახო პოლიცია და უთხარო, ახლა იმეგობროს ჩემთან. წარმოგიდგენია?
გინდა მეუღლეებმა, გინდა შვილმა და მშობელმა. ხო შეუძლებელია ეგეთი რამე, ძალით ეგ არ ხდება. სადაც მეგობრობა იქ უფლებაზე საერთოდ, აი ხო მეგობრები ხართ, უფლებებზე ლაპარაკებით ერთმანეთს, მე ამის უფლება მაქვს და იმის უფლება მაქვს, გამორიცხული. ერთ-ერთმა მამამ ქადაგებაში თქვა, რომ მას აქვს უფლება არ აზიაროს, მოკვეთოს ადამიანი ეკლესიიდან და არ შემოუშვას ტაძარში და ასე შემდეგ, მაგრამ ქრისტე ქადაგებდა, რომ ყველას შეუნდა მიუტევეთ სოდვაო. როცა ამას ქადაგებს, საიდან ეს წესი, რომ უფლება აქვს ადამიანი მოკვეთოს, როცა ყველაზე მძიმე დანაშაულსაც პატიოს უფალი, ქადაგებენ მამაოები. მე არ ვიცი ეს კონკრეტულად რაზეა საუბარი, მაგრამ ესე იგი გააჩნია ეს ადამიანი ვინ არის და როგორ იქცევა. ტაძარში თუ სხვებს ხელს უშლის სიტყვაზე ვიღაც შევიდა და ხელს უშლის სხვებს წირვალოცის მოსმენაში. იმას მოკიდებენ ხელს და გამოიყვანენ ტაძრიდან, დაამშვიდებენ. მაგრამ ის რომ ჩვენ ეკლესიიდან მოკვეთო რას ნიშნავს? ანათემას გადასცე, ეგ სასულიერო პირის მოდელს არ აქვს მაგისი უფლება. ეგ ეპისკოპოსის და ეპისკოპოსთა კრების გადასაწყვეტია და არა ერთი ადამიანის და რაღაცა არა ხუშტურების საფუძველზე, არამედ ამას სერიოზული ისჭირდება. მაგრამ მოკლედ ესეთი რაღაცეები ზოგჯერ ჩვენ ერთმანეთს ვადანაშაულებთ მაშინ, როდესაც ჩვენ არ გვინდა რომ რაღაცა ჩვენი თავი დავადანაშაულოთ. ზოგჯერ შეიძლება ერთის ბრალიც არის, ზოგჯერ შეიძლება მეორეს ბრალიც არის. ყოველ შემთხვევაში თუ რამე ესეთი სერიოზული საფუძველი აქვს ადამიანს, მაშინ ეპისკოპოსს უნდა უთხრას, რომ აი ასე ჯერ იმ სასულიერო პირს უნდა უთხრას, როგორც მამას. დანარჩენი ესე ზოგადი იმით არ ვიცი მე რა უთხრა. ეს ცოტა ვრცელი შეკითხვაა და ამას ჯობია რომ მე გადავხედავთ, მე უპასუხოთ. ეს რაღაც ცოტა ისეთი. საჯაროდ შეიძლება არ წყირდეს. ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა აღსარებასთან დაკავშირებით. ახლა ეს ზოგი ჩვენი მეგობარი პირველად არის აღსარებას. ზოგჯერ აღსარებისას ადამიანს ეუფლება სისცხლე, რომ ესა თუ იცოდო, თქვა თუ არ თქვა. აღსარებაში ცოდვების დამარვა არ შეიძლება. ამას ესე იგი აზრი არ აქვს უბრალოდ რა. მაშინ ის აღსარება არ არის, ნახევარი თქვა და ნახევარი არ თქვა, მაშინ ეგ არ არის აღსარება. ეგ ცრუსიცხვილი ცეშმაკისგან არის, ჩაგაგონებს რომ ეხა როგორ უნდა უთხრა, ესიც ხო ადამიანია, რას იფიქრებს შენზე, დაუშვათ ეგეთ ფიქრები შეიძლება, მაგრამ ეგ არ არის, ესე იგი, აი მაგან ხელი არ უნდა შეგვიშალოს, არ უნდა დაგვაბრკოლოს. ზოგჯერ არის მართლაც რომ ეგ ერიდება ეს როგორ თქვა, მაგრამ თუ არ იტყვი, შეგაწუხებს. შენ თონე დაიტანჯე. ახლა მაგალითად ექიმთან რომ მიხვიდე და დაუშვათ 4 კბილი გტკივა და უთხრა რომ 2 გტკივა. რა მოხდება? ვინ გაათენებს ღამეებს, შენ თუ ექიმი? ამიტომ ჯობია რომ უთხრა რომ რაც გაწუხებს, ხო მართალია? აი მინდა მამები ესე ადარებენ ხოლმე, რომ უბეში რომ ორიელი გიჯდეს და რომ ღრნის გაწუხებს. თუ არ ამოიგლიჯე და გადააგდე, ის თუ ყოველთვის შეგაწუხებს. ჯობია რომ ერთხელ და სამუდამოდ მოიგლიჯო და გადააგდო. თუ არადა ის მოძღვარიც ადამიანია, მასაც დაუშვია იგივე შეცდომები და შეიძლება უარესიც თქვენაც დაგიშვიათ, იმიტომ გასაკვირი და ახალი არც ის ცოდვა არ არის მოძღვარსათვის. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ, ყველანი ცოდვილები ვართ და ჩვენი შემდობელი არის უფალი. ხოდა შევაი თუ მაინც არის რაღაცა ცოდვა, რასაც ვერ ამბობ, უნდა ევედრო უფალს, უფალო შენ შემეცი. რასაც ხედავ, ის უნდა თქვა, რასაც ვერ ხედავ, იმას ვერ იტყვი, გავადრო და დანარჩენსაც დაინახო. აი ზედაპირზე ყოველთვის ყველაფერი არ ჩანს.
მით უმეტეს ახალი მოსული რო ადამიანი ვერ ხედავს. ღმერთი არაჩვენებს იმ სიღრმეს, იმ ცოდვების ადამიანს, იმიტომ რომ არ შეეშინდეს, აი რამდენი ცოდვები მქონია, რაღა მეშველება. არა ნელ-ნელა ადამიანი რაც უფრო ფაქიზდება, ადამიანის სული უფრო მეტ ცოდვას აღმოაჩენს. ნელა ასე იწმინდება, ასე განიკურნება ადამიანი. რომ ჩვენის უნდა ვთქვათ პირველ რიგში ისეთი ცოდვები, რაც უფრო მეტად გვამძიმებს და გვაწუხებს. ვერ უნდა ვფიქრობდეთ, აბა რა ხდება ჩვენს თავს ისეთი, რაც ქრისტიანს არ შეშველის. სახარებას რომ კითხულობს ადამიანი, უფრო იაზრებს ამას. თუ მარტო იმ ჩამონათვალს კითხულობ ცოდვებისა, იმდანაც ვერ გაიაზრებ. აი სახარებას როდესაც ყოველდღიურად კითხულობ ადამიანი, ბევრ რაღაც ისეთს აღმოაჩენ, რომ ჩვენ ისე არ ვიქცევით, რაღაცა გვეშლება. თუ ადამიანი სახარებას არ კითხულობს, შეიძლება იმდენს ვერ მიხვდეს, ვერ გაიაზროს. როდესაც ადამიანი ახსარებას ამბობს, უნდა ეცადოს, რომ იგივე ცოდვას არ მიუბრუნდეს. ახსარება და სინანული ის არის, როდესაც აცნობიერებს შენს ცოდვას და ვცდილობ, რომ ყოველგვარი კავშირი გაწყვიტო მასთან. თუმცა არც იმან არ უნდა შეგაშინოს და გაგაკვიროს, რომ იგივე ცოდვაში ისევ აღმოჩნდები, როგორც წეღანაც თქვით. იმიტომ რომ ეგრე უცბად ხელის მოსმით არ ხდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ ის აღარ გავაკეთოთ. ჩვენი გადაწყვეტილება. აი ამ გადაწყვეტილებებში და სურვილებში არის უფლისადმი ერთგულება ან მის ღალატი. თორე გარეგნულად შეიძლება ორი ადამიანის ცოდავდეს და ერთი ღალატობდეს უფალს და მეორე არ ღალატობდეს. და ეს ყველაფერი დამოკიდებულია შინაგან мотивაციაზე და სურვილზე, რა უნდა რომ გააკეთო. კარგი, მოდი ახლა ვნახოთ აბა შემდეგი ნაწილი და თან მე თქვენს ახსარებებს წავიკითხავ და მე